აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია ურთიერთგამოცდილების გაზიარებით, ერთმანეთთან კოორდინაციითა და რესურსების გაცვლით დევნილთა პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრა. როგორც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ აღნიშნა, მემორანდუმის შესრულება უფრო ეფექტურს გახდის დევნილთა საკითხებზე მუშაობას და მხარეები ერთობლივად შეძლებენ ბევრი ხირებული ნაბიჯის გადადგმას, რაც ხელშეუწყობს დღემდე მოუგვარებელი პრობლემების მოგვარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქუთაისის საკრებულოსა და რეგიონის მოსახლეობას იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რაც მათ აფხაზეთიდან დევნილების მიმართ გაწიეს. ჯემალ გამახარიამ ისაუბრა ქუთაისის როგორც საქართველოს უძველესი სულიერი დედაქალაქის მნიშვნელობაზე და მისი რესურსის გამოყენებაზე სამშვიდობო პროცესში. გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხებზე. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს დევნილი მოსახლეობა, რომელიც დიდი რაოდენობით არის ქუთაისში განთავსებული. ჩვენ გვინდა ეს თანამშრომლობა, რომელიც მუდამ არსებობდა აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და ქუთაისის ხელისუფლებას შორის, დავაფუძნოთ გარკვეულ სამართლებრივ ბაზაზე და სწორედ ამ სამართლებრივ ბაზას ქმნის ეს მემორანდუმი. თანამშრომლობა უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს დევნილების პრობლემების ჯერ შესწავლას, რა თქმა უნდა, და მერე მოგვარებას. ქუთაისისადმი აფხაზების დამოკიდებულება არის განსაკუთრებული, მათ აქვთ ისტორიული მეხსიერება და მათ იციან, რომ ოდესღაც ქუთაისი იყო აფხაზეთის დედაქალაქი. ახლა იქ შეიძლება სწორი წარმოდგენა არ ქონდეთ იმ დროინდელ აფხაზეთზე, რომ იმ დროინდელი აფხაზეთი ეს იყო დასავლეთ საქართველო და ქართული სახელმწიფო, მაგრამ მათთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, ქუთაისის რესურსი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამშვიდობო პროცესსაც უნდა მოვახმაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ურთიერთგამოცდილებით, თუნდაც რესურსების გაცვლით, ჩვენ შევძლოთ რაც შეიძლება ეფექტური გავხადოთ ჩვენი საქმიანობა. მემორანდუმის პირობებში არის ის, რომ ჩვენ შეგვეძლება ჩავატაროთ ერთობლივი სხდომები. ჩვენ შეგვეძლება ერთობლივი ღონისძიებები სხვადასხვა სახით დავგეგმოთ, ერთობლივი კონფერენციები, ერთობლივი სემინარები. ქუთაისში სამწუხაროდ ძალიან ბევრი იზოლებით გადაადგილებული პირია, მათთვის ყველა ნებისმიერი პრობლემა თუ კი მათ ექნებათ, ჩვენ შეგვეძლება უფრო ღირებულად, უფრო ისიერად მოვახერხოთ ამ ყველაფრის მიმართ რეაგირება. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ნებისმიერი სფერო, რომელიც საინტერესო იქნება აფხაზეთიდან იზოლებით გადაადგილებული პირებისათვის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსათვის, საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ქუთაისის საკრებულოსათვის და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ძალიან ბევრი ღირებული ნაბიჯების გადადგმას, რაც საბოლოო ჯამში ხელშეუწყობს ჩვენ განვითარებას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს სამწუხაროდ ისევ არსებობს. აღნიშნული მემორანდუმი იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ ერთობლივად, როგორც აფხაზეთის ხელისუფლება ასევე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთობლივად იზრუნოს არსებული პრობლემების და გამოწვევების გადაწყვეტაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ასევე ხელშეუწყობს იმ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც გააჩნია აფხაზეთის მთავრობას დევნილთა პრობლემების მოგვარების საკითხში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა იქნება წარმატებული პრობლემების გადაჭრისათვის, რომელიც დღეს ჩვენ დევნილებს იმედეთის მხარეში აქვთ. პირველი გამოწვევა და უპირველესი პრობლემა ეს არის საცხოვრებელი ფართით აკმაყოფილება დევნილების, რომელიც ძალიან აქტუალური საკითხია, თუმცა საქმე მინდა ვთქვა, რომ მომავალი წლისთვის რამოდენიმე ასეული ბირის აშენება და გადაცემა გეგმება დევნილებისათვის, როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტში. იმავე დღეს თანამშრომლობაზე მორიგი მემორანდუმი წყალტუბოს საკრებულოსთან გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ფაქტობრივად ახალ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს, რომლის განხორციელებაც მემორანდუმის ხელმოწერისთანავე დაიწყება. პაატა ახალაძემ მნიშვნელოვანი და აუცილებელი უწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და წყალტუბოს საკრებულოს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ფაზაში გადასვლას, რაც მისივე განმარტებით უწყებებს შორის ურთიერთობას უფრო სრულყოფილსა და ქმედიც გახდის. როგორც ბატონმა ჯემალმა აღნიშნა, ყველა ადამიანის პრობლემას უნდა გავეცნოთ. ყველა ოჯახში უნდა შევიდეთ და ჩვენი ერთად დგომით და თანადგომით უნდა შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ეს მემორანდუმი აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს.
ის სოციალური მდგომარეობები, რომელიც ყველას აწუხებს, აუცილებლად გადაიჭრება. დაწყებული არის 8 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობა. თითო კორპუსში 70 ოჯახის ფართი იქნება. 2 კორპუსი წელს დამთავრდება და 140 ოჯახი მიიღებს და დანარჩენი 6 გაისად დამთავრდება 2020 წელს და სულ 560 ოჯახი მიიღებს ბინას. ასევე ქუთაისში ჩნდება, ასევე კიდევ იგეგმება. ჩვენ გვაქვს უამრავი სოციალური პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა დევნილ მოსახლეობას ჩვეულებრივად ემსახურება. შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში განსახლებულ დევნილთა მწვავე პრობლემები იქნება შესწავლილი და გადაწყვეტილი. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამას ხუბუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, აპარატის უფროსი სურაბ მებონია, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს წევრები და რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმი რეგიონების მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან არ არის მარტო უმაღლესი საბჭოს ვალდებულებები, ეს არის დევნილი სახელმწიფო სტრუქტურების, მაგრამ უმაღლესი საბჭო თავისთავად ცხადია, გამსაზღვრელია დევნილთა პოლიტიკური და სოციალური დაცულობის პოლიტიკისა და ამიტომ ჩართულობა იქნება აბსოლუტურად მაქსიმალურად ყველა იმ სტრუქტურებისა, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ. მემორანდუმების მნიშვნელობა ზოგადიდან გადასვლა კონკრეტულ საკითხებზე. კონკრეტული თუნდაც 1-2 დევნილი დაკმაყოფილდეს თავის კანონიერ მოთხოვნებში, ეს იქნება ამ მემორანდუმის შესაბამისად და ჩვენი ფუნქციონალური დატვირთვის შესაბამისად წინ გადადგმული ნაბიჯი. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ სადაც ჩავედით მაქსიმალური რაოდენობა საკრებულოს წევრებისა გვესწრებოდა და ენთუზიაზმით ხვდებიან და მზადყოფნას აცხადებენ ჩვენთან აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებასთან და განსაკუთრებით უმაღლეს საბჭოსთან ერთად იზრუნონ ამ საკითხებზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ახლებური ბიძგი, ახალი მუხტი იქნება. დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქუთაისის და წყალტუბოს საკრებულოებს შორის. ეს იურიდიულ ფორმატში გადავიდა ეს ურთიერთობები, თუმცა ქუთაისსა და წყალტუბოსა ჩვენს რეგიონში არსებულ მერიებს და მუნიციპალიტეტებთან აფხაზეთის მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ისინი აქტიურად არიან ჩართული დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების და გადაჭრის საკითხებში. ჩვენ ისედაც ვიყავით ჩართული მუნიციპალიტეტებთან ერთად დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში, თუმცა ეს მემორანდუმი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.